მოგესალმებით. დღეს შევმოგთავაზებთ JavaScript-ის საბაზისო ნაწილს. JavaScript არის ენა, რომელიც გამოიყენება Godot-ში. რა თქმა უნდა, სხვა ენების გამოყენებაც შეგიძლია, მაგრამ ძირითადი ენა ეს არის და დამწყებთათვის მithumetes რეკომენდირებული არის, რომ ეს ენა გამოვიყენოთ. დასაწყისისთვის უბრალოდ პროექტი მაქვს შექმნილი JavaScript Introduction, მეტი არაფერი. ერთადერთი Node2D მაქვს შექმნილი და გვერდზე დავტოვე კიდევაც, რომ ეწეროს ტიპი. დასავებული მაქვს ენა აქ, მეტი სხვა არაფერი გამიკეთებია ჯერჯერობით. კარგი, რომ დავიწყოთ, მოდი მოვნიშნოთ ეს მთავარი ენა, რომელიც არის და აი აქ აქვს პლუს აიკონი, რომელიც წერს ეგეთ რაღაც attach script. შეგვიძლია როგორც უკვე არსებული, ასევე ახალი სკრიპტი შევქმნა. ნუ ამ შემთხვევაში არ მაქვს არსებული, ასე რომ შევქმნი ახალ სკრიპტს და აი ასეთ რაღაცას გამოიტანს. აქ აწერია language, ენა ამ შემთხვევაში არის JavaScript და სხვა ენა არ მაქვს დაინსტალირებული შესაბამისად. მხოლოდ ერთი ოპშენი მექნება და ეს იქნება JavaScript-ი. Inherits როგორც არის, ასე დატოვეთ, template-ი ჩვეულებრივად default-ი იყოს და ნუ path, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მისაღებია. უბრალოდ create-ს დააჭირეთ და საბოლოო ჯამში გადაგვიყვანს აი ეს სკრიპტის ნაწილზე, სადაც აი ესეთი რაღაც გამიჩნდება. ანუ ჩვენ გვქონდა 2D ენა და გვაქვს ახლა ასევე სკრიპტის ნაწილი, რომელიც ცარიელი ნამდვილად აღარ არის. აქაც მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ აი თქვათ და ასე თუ ჩაგეხურათ, იგივე პრინციპით აი ეს თუ ჩაიხურა მაგალითად. მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ რომ აი ეს თუ ჩაიხურა, მაგ შემთხვევაში იგივენაირად არის, რომ აქედან შეგვიძლია ამის გახსნა, აქედან შეგვიძლია მაგალითად ამ სკრიპტის გახსნა, ასე რომ პრობლემა არ არის. ეხლა აქ რას ნიშნავს? Extends Node2D. ეს ნიშნავს იმას, რომ არის Node2D-ის გაგრძელება, ანუ ეს ჩვენი ტიპი Node2D რო იყო, აუცილებელია რომ აქაც იგივე იყოს. აი აქ რომ მაგალითად Node ეწეროს ან მაგალითად Sprite2D რომ ეწეროს, ამ შემთხვევაში ეს არ იმუშავებს და საბოლოო ჯამში errors დაგვიწერს, იმიტომ რომ ამის ტიპი არის Node2D და Node2D-ზე გვაქვს დაკავშირებული Sprite2D, ასე რომ ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. ეხლა აქ ორი ცალი ფორმულა გვაქვს და ეხლა ეს ფორმულები რა არის? მოდი აი ამ ნაწილს და ამ ნაწილს წავშლი, იმიტომ რომ არაფერში არ მჭირდება და მოდი ვნახოთ ეს ready ფუნქცია და process ფუნქცია რა არის. ზოგადად Godot-ში რაღაცა რო გამოვიძახოთ, რაღაცა კოდი რო გავუშვათ, გჭირდება ეს ფუნქცია ან ეს ფუნქცია. ნუ რა თქმა უნდა ამის ვარიაციებიც არის და ასევე სხვა ჩაშენებული ფუნქციებიც არის, მაგრამ ძირითადად ნუ ეს ორი გამოიყენება. მოდი ამ ნაწილსაც წავშლი ჩვეულებრივად და ეხლა ავხსნათ რა არის ეს. Func ნიშნავს, რომ ეს არის function. ეს შემდეგ გვაქვს რაღაცა ready ფუნქცია და void. ეს void ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არაფერს არ აბრუნებს. თუმცა რა თქმა უნდა ამის მაგრად შეიძლება სხვა რაღაცა ეწეროს, მაგალითად boolean-ი ეწეროს, string-ი ეწეროს ან ასე შემდეგ. ანუ რასაც აბრუნებს, იმის მიხედვით აწერია ეს ყველაფერი, თუმცა ნუ ჯერჯერობით შეგიძლიათ უბრალოდ გამოტოვოთ ეს ნაწილი, შემდეგ უკეთესად შევეხებით და უკეთესად ავხსნით ამ ყველაფერს. ეს pass რას ნიშნავს? Pass ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ გადაახტიო. იმისთვის გამოიყენება უბრალოდ, რომ აი რაღაცა ფუნქციის დეკლარაცია გქონდეს და ამ ფუნქციამ error-ი არ მოგწეს. მაგალითად ჩვენ თუ ასე გვექნებოდა, აი ამ შემთხვევაში error-ი გვექნებოდა და დაგვიწერდა კიდევაც, რომ რაღაცას ელის იმის მერე, რაც ფუნქციის დეკლარაცია მოხდა. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ pass დავტოვოთ აქ. აი ეს ორი წერტილი რო წერია, ეს აუცილებელია და აი ყველა ჯერზე, როდესაც ფუნქციას ვწერთ, ბოლოში აუცილებლად ეს უნდა ეწეროს. და კიდევ ერთი რასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ არის ის, რომ ფუნქცია ყოველთვის იწყება ანუ აქ დაშორება არ უნდა იყოს ამის წინ, აი მაგალითად ასე რო იყოს, ამ შემთხვევაში error-ი გვექნება. და ასევე ფუნქცია როდესაც დაიწერება, მეორე ხაზზე ყოველთვის რაღაც გარკვეული დაშორება უნდა იყოს. მაგრამ ეს დაშორება არა space-ებით უნდა იყოს, მაგალითად ასე. არამედ აუცილებლად უნდა იყოს ტაბის დახმარებით. აი კლავიატურაზე ტაბი არის და აი პატარა ასეთ რაღაცას აკეთებს. ასევე ამ ტაბს ავტომატურად აკეთებს Godot-ი, აი მაგალითად enter-ით დაბლა რო ჩამოდივართ, ავტომატურად შვება მაგას. ეხლა მოდი ვნახოთ რა განსხვავება არის ready ფუნქციასა და process ფუნქციას შორის. მოდი ნუ ყველაზე მარტივი რაღაცა, რითიც რაღაცების შემოწმება შეგვიძლია არის print-ი, ხო? print ნიშნავს, რომ რაღაცის ამოპრინტერება შეგვიძლია კონსოლში. print-ის ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ რაღაცები შევამოწმოთ. აი მაგალითად დავწერეთ ძალიან დიდი კოდი და მინდა შევამოწმო ამ კოდში ყველაფერი სწორად მუშაობს თუ არა. ან ეს კოდი დავწერე და მაგალითად არ იმუშავა და რა არ იმუშავა, მაგალითად აი მაგისთვის გამოიყენება.
მაგალითად დავწეროთ print hello world. და მოდი გავუშვათ ეს ჩვენი თამაში, select currents დავაწვევი ერთი სცენა მხოლოდ და მხოლოდ, აი თუ დავაკვირდებით, აი დაბლა მხარეს, აი output-ი არის ეს. Output-ი არის, სადაც დამიწერა ეს კონსოლში hello world-ი დამიბეჭდა. ნუ აქ შემიძლია კიდე რაღაცები დავწეროთ, აი მაგალითად print this is my first game. დიდი იმით დავწერე რა ვიცი. და შემიძლია ეს მაგალითად ამობეჭდო და საბოლოო ჯამში აი ასეთ რაღაცას მივიღებ. This is my first game. ეხლა რა განსხვავება არის აი ამასა და აი ამას შორის? მოდი ეგეც იგივე პრინციპით დავტესტოთ. აი ამას აი მაგალითად აი პირდაპირ უშლი ხოლმე კონტროლი და ნებისმიერ ადგილზე რო ჩადგეთ კონტროლი და x-ით შეგიძლია გააკეთოთ. თუ უკან გინდათ რომ დააბრუნოთ ეს ყველაფერი კონტროლი და z-ით შემიძლია გავაკეთო. თუ პირიქით წინ გინდათ რომ წახვიდეთ კონტროლი და y-ით შეგიძლიათ, კონტროლი და y-ით შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ყველაფერი. ნუ ჯერჯერობით ეს აბსოლუტურად ნორმალური არის. მოდი აქ დავწერ ეგეთ რაღაცას. This is ready function. ერთი ეს იყოს და მოდი process ფუნქციაში იყოს this is process function. მოდი ამას დავტესტავ და ამას შევამოწმოთ ახლა. ნახეთ, თუ დავაკვირდებით აქ სულ იბეჭდება, ნახეთ, აი სულ იბეჭდება. დასაწყისში მე მქონდა რომ this is ready function, მაგრამ მაგის მერე რაც დაიწყო all რაღაცა პროცესის დროს, ანუ რაღაცა FPS-ი გააჩნია რამდენია კომპიუტერს, მაგის მიხედვით ბეჭდავს ყოველთვის ამას. ანუ ყოველ ფრეიმში რაღაცას ამოწმებს საბოლოო ჯამში. ანუ ready ფუნქცია მხოლოდ ერთხელ გაიშვება, მაშინ როდესაც თამაში დაიწყება, ხოლო მეორე შემთხვევაში process ფუნქცია სულ გამუდმებით მუშაობს. ეხლა რა დროს შეიძლება დაგჭირდეს? აი მაგალითად რაღაცის შემოწმება, როდესაც გვინდა რომ აი თუ მაგალითად ჩვენი ქულა მაგალითად 100 სტოლია, მაგ შემთხვევაში მინდა რომ მოვიგო. ეს ქულები ზოგადად ხომ და ავაგროვო მაგალითად. ამას ready-ში ვერ შევამოწმებ, იმიტომ რომ თამაში ჩართობა თუ არა, ეგრევე შეამოწმებს, რომ ქულა 100-ია, მაშინ არ მოგვიგია, იმიტომ რომ 100 არ ყოფილა. მაგრამ თანადამობით 0-დან 100-მდე რო ადის ეს ქულა და ყველა ჯერზე ამოწმებს ეს process ფუნქცია, როდესაც 100 მიაღწევს, მე რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ მაგ დროს და მაგალითად მოვიგოთ თამაში ან ახალ ტურში გადავიდეთ და ასე შემდეგ. კარგი, მოდი ახლა ზოგადად ძირითად საბაზისო ნაწილზე გადავიდეთ. პირველი რაც უნდა ავხსნათ, მოდი ამ process ფუნქციას წავშლი, ჯერჯერობით არ მჭირდება არაფერში, მხოლოდ და მხოლოდ დავტოვებ ამ ჩემ ready ფუნქციას. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის რა არის სვლადი. სვლადი ორნაირად იწერება Godot-ში. ერთი არის var, მაგალითად name და ერთი არის ასე. ერთი არის ასე და მეორე არის უბრალოდ მაგალითად username იყოს. Username იყოს. Name-ი უკვე Godot-ს ავტომატურად აქვს და მაგიტომ გამიკეთა error-ი. მეორე არის const. მაგალითად last name. ანუ ორნაირად შეგვიძლია საბოლოო ჯამში დეკლარაცია გავაკეთოთ, const-ს ვერ შეცვლი, var-ს შეცვლი საბოლოო ჯამში. ორივეზე შეგვიძლია რაღაცა დეკლარაცია გავაკეთოთ, უდრის ეს username მოდი მაგალითად იყოს Godot. Godot იყოს, last name იყოს მაგალითად GDScript. და საბოლოო ჯამში ამ print-ის შემიძლია ამობეჭდო როგორც ერთი, ასევე მეორე. print username და შემიძლია ამობეჭდო print last name. მაგალითად დავასევებ ამას და ორივე საბოლოო ჯამში ამომიბეჭდა აქ. მე თუ მომინდება ამ username შევცვლი მაგალითად ნახეთ, username მაგალითად უდრიდეს. მოდი აი აქ გავაკეთებ username მაგალითად უდრიდეს hello-ს. ჩვეულებრივად არანაირ error-ს არ მომცემს და hello დაბეჭდა, გადააკეთა ნამდვილად, ხო? მაგრამ აი ეს last name-ი რო გადავაკეთო მაგალითად cannot be changed. მაგალითად ეს last name რო გადავაკეთო, ნახე, ავტომატურად error-ი დამიწერა, იმიტომ რომ cannot assign a new value to a constant. Constant მუდმივს ნიშნავს და შესაბამისად ამ მუდმივას
ვერასოდეს ვერ გადავაკეთებ და ნუ თამაშსაც ვერ ჩავთავ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერორი მაქვს. აი ეს განსხვავება. მარტივად რომ დავიმახსოვროთ რა არის ცვლადი, ცვლადი არის რაღაც გარკვეული ინფორმაციის შემცველი ყუთი. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ყუთში შეგვიძლია ჩავდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე შემიძლია გამოვიყენოთ. ეხლა ცვლადები განსხვავებული სახის არის. აი მაგალითად ეს ცვლადი არის string-ი. ნახე string-ი ასე შეგვიძლია გავაკეთოთ. string-ი არის მაგალითად ეს. აი ეს ორი წერტილი და ეს რო დავწერე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამის ტიპი არის string-ი. აი ამისთვის ახლა მაგალითად რიცხვი რო ჩამეწერა, მაგალითად 15 რო ჩამეწერა საბოლოო ჯამში, მეტყოდა რომ 15 არ შეიძლება, იქიდან გამომდინარე, რომ string-ი არ არის. ასე რომ აუცილებელი არის რომ აქ მქონდეს აი ეს კონკრეტული. მოდი მე ამას ახლა ზემოთ ავიდან და დაბლა გავაკეთებ დანარჩენებს. მაგალითად var age, რომელიც არის ინტიჯერი. integer, რომელიც არის მთელი რიცხვი. ამ შემთხვევაში მაგალითად იყოს 30. და ანუ ამ შემთხვევაში age რიცხვი არის, რომელიც 30 შეიცავს. და თუ დავაკვირდებით აქ, აი ესენი აღარ მჭირდება. როდესაც რიცხვებს წერ, ესენი არ მჭირდება. მხოლოდ აი string-ების დროს მჭირდება. აი ეს ყველაფერი გავაკეთო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გოდოტმა ნუ ნებისმიერ ენაში ესე არის საბოლოო ჯამში. მჭირდება რომ ერთ რაღაც გარკვეულ ჭრილში მოაქციოს, რომ კარგად დაინახოს თვითონვე. მეორე სახის ცვლადი, რიცხვი ცვლადი, რომელიც არის მაგალითად წილადი. რომელიც არის float, ასე იწერება float. და ეს არის მაგალითად 10.5. აი ამ შემთხვევაში აი ეს არის. გვაქვს ორი სახის რიცხვი, ესე იგი integer და გვაქვს float და აი ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ქართულადაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა, სახელი ნებისმიერი შეიძლება გქონდეს. მაგაზე პრობლემა არ არის. და გვაქვს ასევე ცვლადი, რომელსაც ქვია boolean-ი. მაგალითად is student. და boolean-ი არის ეს. ეს აბრუნებს ან truth, ან false. მაგალითად false იყოს ამ შემთხვევაში. ანუ is student ხო ითარგმნება არის თუ არა სტუდენტი. მაგ შემთხვევაში false ანუ არ არის ჭეშმარიტება, აი ასე შეგვიძლია ჩავწეროთ. მეორე შეიძლება იყოს ან ეს, ან შეიძლება გქონდეს ეს ან true. აი ასე რომ დავწერე, ეხლა ამას ქვია კომენტარი. ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად ჩემი კოდისთვის. ანუ უბრალოდ ჩემი გაკეთებული კომენტარია, რომ ჩემს კოდს როდესაც შევხედავ, აი ეს ყველაფერი ცოტა უკეთესად გამოჩნდეს. აი მაგალითად, აი თუ აღარ მინდა რომ აი ეს კონკრეტული მქონდეს ამობეჭდილი, ნახეთ, შემიძლია კონტროლი და დახრილ ხაზს დავაწვე. აი კონტროლი და კტრ პლუს აი ეს დავაწერო და საბოლოო ჯამში აი ამას შემიძლია რომ მოვაპრინტერო და ახლა მართლა დავაკვირდებით, მხოლოდ username hello დაიბეჭდება. აი ნამდვილად მარტო hello დაიბეჭდა და სხვა დანარჩენი არ გააკეთა. აი ეს კარგი არის ხოლმე რაღაც გარკვეული ნაწილების დასანორმად, იმიტომ რომ დიდი კოდი როდესაც იწერება, ხოლმე ამ შემთხვევაში ხანდახან ჩვენთანაც გვჭირდება რომ რაღაც გარკვეული მინიშნებები გავაკეთოთ ამაზე. კარგი. შემდეგი ნაწილი, რაც უნდა განვიხილოთ, არის უშუალოდ როგორ შეგვიძლია გარკვეული მოქმედებები გავაკეთოთ, აი აქედან ჩემს 2D სივრცეზე მაგალითად. მოდი დავამატოთ icon. დავამატოთ icon-ი, რომლის პოზიცია ამ შემთხვევაში არის აი მაგალითად ეს და ეს. მაგალითად მე რომ მინდა რომ თამაში დაიწყოს და ეს გადავაადგილო, აი ამ შემთხვევაში შემიძლია ზუსტად აი აქედან გავაკეთო. ამის ორი ვარიანტი არსებობს. მოდი განვიხილოთ ორივე ნაწილი. აი მაგალითად შემიძლია ეს ამოვიღო პირდაპირ და ეს icon-ი არის, ნახეთ, აი თავიდან და დოლარის ნიშანი აქვს და მერე სახელი რაც ქვია, აი ეგ არის გაკეთებული. წერტილი position უდრის მაგალითად, ეხლა ნახეთ თუ დავაკვირდებით ამ პოზიციას, vector 2 არის. ნახეთ? აი ეგეთი რაღაცა, vector 2. ყველაფერი იზომება ვექტორებში. ვექტორს აქვს მერე x-ი და y-ი. აი ამას აქვს ამ შემთხვევაში 164 და 321. მოდი იყოს 500-500.
და აი საბოლოო ჯამში ახლა ჩვენ ხო აქ გვაქვს, მაგრამ იმ კოდის მიხედვით მან და უნდა იყოს და აი ნამდვილად გადაადგილდა, აი აქედან აქ გადმოადგილდა, ხო? ანუ ჩვენმა კოდმა საბოლოო ჯამში იმუშავა. შემიძლია მაგალითად, რომ აი ამას უთხრა, რომ ამ აიკონს უთხრა, რომ მაგალითად ჩვენ ხო გვაქვს აი visibility-ში visible უდრის მაგალითად false. ანუ ეს ჩართული რო არის true არის, როდესაც გამორთული არის false არის და ნახეთ საერთოდ გაქრება ეს ჩემი აიკონი საბოლოო ჯამში. ჩვენ ხო თქვით რომ ორი ვარიანტი არსებობს ამის, მოდი ამას დავაკომენტარებ, რომ უკეთესად დავინახოთ. და ამას ცოტას გავაზრდი, მოდი 800-მდე გადავიდე. ჩვენ ხო თქვით რომ ორი ვარიანტი არსებობს. ერთი არის ეს და მეორე ვარიანტი არის ასე. ეს შეგვიძლია წამოვიღოთ და როგორც სვლადი ეგრე გავაკეთოთ. წამოვიღოთ, კონტროლს დავაწვეთ, სანამ აუშვებთ, გვეჭიროს კონტროლს და უბრალოდ ხელი გაუშვათ მერე. კონტროლსაც ახლა აუშვებ ხელს. და ნახეთ აი onReady variable შექმნა, onReady სვლადი შექმნა, რომელიც სახელი არის icon-ი, რომლის ტიპი არის sprite2-დი, ხო? ამასაც ტიპი sprite2-დი ქონდა, აქაც sprite2-დით გამოიტანა და აი ესეც გააკეთა. და ახლა ყველა ჯერზე აი ამ როდესაც დოლარის ნიშანი კი არ დამჭირდება, პირდაპირ შემიძლია ეს ჩავწერო და ნახავ და აი მართლა იმუშავა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა. ახლა ну, ეს ძალიან მარტივი მიმოხილვა არის ამ ყველაფრის. მოდი ახლა შევქმნათ დამატებითი ფუნქციები. იმის მიუხედავად, რომ იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ready ფუნქცია, რადგანაც ავტომატურად გვაქვს შექმნილი, რომ სხვა ფუნქციები შექმნა არ შეგვიძლია. არამედ, ну, მაგაზე შეზღუდვა მოკლედ არანაირად არ გვაქვს. მოდი მაგალითად function შევქმნათ ცვლადი ფუნქცია, რომელიც ჩემს სახელს გამოიძახებს მაგალითად function say my name. და მოდი, კაი, ჯერ ასე გავაკეთებ მოდი ამას. და მოდი print იყოს დავბეჭდოთ ჩვენი სახელი. მოდი godot დავბეჭდო მე. და ახლა თუ ჩავრთავთ ამ თამაშს მაგალითად, არაფერი არ მოხდება, ხო? მხოლოდ hello დააწერა, მეტი არაფერი არ მოხდა აქ. მე თუ მინდა რომ ამან ჩემი სახელი დაწეროს, ეს ფუნქცია უნდა გამოვიძახო, ანუ ეს უნდა დავაკოპირო და ან ready ფუნქციაში, ან process ფუნქციაში უნდა გამოვიძახო. ნახე, say my name, აი ესე გამოვიძახე. ეხლა თუ დავწერ, hello godot-ს დააწერს ნამდვილად. მაგრამ კიდევ არსებობს აი ეგეთი არგუმენტების გაკეთება შეგვიძლია მაგალითად. აქ შეგვიძლია name ჩავწეროთ და godot-ის მაგიროთ, მოდი ამოვაპრინტერებ ამ names. და საბოლოო ჯამში აქ რასაც მიუთითებ მაგალითად godot. აი ამ godot-ს დამიბეჭდავს აქ. აი godot-ი დამიბეჭდა მაგალითად აი ამ ადგილზე. შემიძლია კიდე გამოვიზახო ეს ფუნქცია. დამიბეჭდოს მაგალითად gdScript. და აი ასე შემდეგ. მოდი კიდევ ერთი ახალი ფუნქცია შევქმნათ და მათემატიკურ ოპერატორებზე გადავიდეთ. სანამ მაგაზე უშუალოდ გადავალთ, ну, პირველ რიგში მინდა გაიგოთ ეს მათემატიკური ოპერატორები როგორ მუშაობს. აი მაგალითად ამოვაპრინტეროთ რამდენიმე ტოლობა და გამოკლება და ასე შემდეგ. მაგალითად 10+5 პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ და საბოლოო ჯამში 15 ამოვაპრინტერებ. კიდევ გვაქვს მაგალითად გამოკლება 10-5 ჩვეულებრივად არის, ხო? კიდევ გვაქვს რა 10 გაყოფილი 5-ზე. კიდევ გვაქვს რა გამრავლება 10x5. და მოდი შევამოწმოთ. აი ყველაფერის 2 არის საბოლოო ჯამში, ხო? აი ნახეთ 10+5 არის 15, მერე გამოვაყოთ 5 არის 5, გავყოთ 5-ზე არის 2, 10x5 არის 50. კაი ბატონო. კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ესეთი რაღაც. აი მაგალითად 10 აი ეს ნიშანი და მოდი იყოს 3-ზე. და აი ვნახოთ რას გააკეთებს. და საბოლოო ჯამში დამიბეჭდა 1. ანუ ეს პროცენტის ნიშანი ეგეთ რაღაცა შვება, რომ 10 რო 3-ზე გავყოთ, ნაშთი რა იქნება, ანუ ნაშთს ეძებს. და აი საბოლოო ჯამში ეგ შეგვიძლია აი ლუწობა კენტობა დავადგინოთ მაგ ყველაფრით, რაღაც გარკვეული რიცხვის ლუწობა კენტობა დავადგინოთ და ნუ შედარებით საკმაოდ ხშირად გამოიყენება საბოლოო ჯამში პროგრამირებაში ეგ ყველაფერი. მოდი ახლა ამის ფონზე გავაკეთოთ რაღაცა ახალი ფუნქცია, რომლის დროსაც გამოვიყენებთ არგუმენტს, არგუმენტი ეს იყო, ხო? მოდი იყოს function მიმატება.
მაგალითად ორი რიცხვის ჯამი a და ან კიდე a და b-ს ჯამი ვიპოვოთ. და მინდა რომ ამოვაპრინტერო საბოლოო ჯამში a + b. ეხლა ნახე ეს ფუნქცია მრავალჯერადი გამოყენების იქნება, ძალიან რო არ გადაიტვირთოს, მოდი ამ ყველაფერს კომენტარს გავუკეთებ. მრავალჯერადი გამოყენების იქნება, ნახეთ, a და b-ს მაგივრად შემიძლია ჩავწერო ნებისმიერი რაღაცა. აი მაგალითად 10 და 5-იანი. ანუ აქ 10-იანმა ჩაანაცვლა ეს a და მე აქ გამოიძახავ, 5-იანმა ჩაანაცვლა ეს b, რომელიც 5-იანი იყო და a + b საბოლოო ჯამში 10 + 5 მივიღეთ და 15 დაბეჭდა საბოლოო ჯამში. მოდი კიდე გავაკეთოთ აბა function გამრავლება, სადაც მოდი და x და y გქონდეს აქ. და ამოვაპრინტეროთ მაგალითად 10 უბრალოდ x-ის ნამრავლი y-ზე. მარტივი საბოლოო ჯამში. და აქ გქონდეს მაგალითად 2 და 3. 2x3 და წესი და 6 უნდა დამიბეჭდოს, ხო? და 6 დამიბეჭდა ნამდვილად. ფუნქციის შიგნით, ასევე ერთი რაღაც მინდა მეგცეთ ყურადღება. ფუნქციის შიგნით new var, აი ასე რაღაც გავაკეთებ. ფუნქციის შიგნით ასევე შემიძლია შექმნა ეს სვლადი. მაგალითად იყოს variable new იყოს, რატომაც არა. new უდრის მაგალითად this is new variable. მაგრამ ეხლა ნახეთ მე რო აქ ახალი ფუნქცია შევქმნა function testing. სხვა ფუნქცია რო შევქმნა, აი ამ new-ს ვერ გამოვიძახებ. ნახეთ, identifier new is not declared in the current scope. ანუ ეს new არ იცის ამ ფუნქციის გარეთ არაფერმა, ანუ მხოლოდ ფუნქციის შიგნით არის. და მაგის გამოძახება სხვაგან არ შეგვიძლია. მხოლოდ ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა. კიდევ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ და ძალიან გამოყენებადია, არის if statement-ები. მოდი შევქმნათ function statements. და ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. გვაქვს if ოპერატორი. if ნიშნავს to-ს. მოდი ზემოთ ავიდან ამას. რომ კარგად დავინახოთ რაღაცეები. მოდი age 1 იყოს ეს და მეორე age 2, რომელიც იქნება ასევე integer-ი, უდრის 35-ს. მოდი ამას ცოტა დაბლა ჩამოვიტან ახლა აქ. ამას alt-ით ვაკეთებ, alt-ით და arrow key-ებით. ნახეთ, if age 1 მეტია მაგალითად age 2-ზე, მაგ შემთხვევაში მინდა რომ აი ნახეთ აქაც ასეთი ნიშანი გამოვიყენე. მაგ შემთხვევაში მინდა რომ ამოვაპრინტერო რომ you are the winner. You are the winner. სხვა შემთხვევაში აი ნახეთ, მოდი ჯერ იქ დავტესტოთ. ეს you are the winner ვერაფერ მოვიფიქრე სხვა და მაგით დავწერო. ხო, თუ არ გამოვიძახე, არაფერს არ იცავს ეს statement-ი. მოდი გამოვიძახოთ აი ამ ადგილზე. პირდაპირ ამ ადგილზე გამოვიძახებ. აი ნახეთ, რადგანაც age 1 არ იყო მეტი age 2-ზე, საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოიძახა. მაგრამ პირიქით რო ყოფილიყო მაგალითად აი ასე, ეს ხომ ნაკლებობის ნიშანია. აი მაგ შემთხვევაში დამიბეჭდა ნამდვილად, ხო? You are the winner. ეხლა ნახეთ, თავიდან მეტობა ქონდა ასე. პირველი ეს რაღაცა რო შეამოწმა, მაგის შემდეგ უბრალოდ შეწყვიტა, იმიტომ რომ მეტი არაფერი არ მithქვამს. მაგრამ აი რო ჩამეწერა else, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეს კონდიცია არის, ეს შედარება არის სიმართლე, აი ეს გააკეთე, სხვა შემთხვევაში ეს else მაგას ნიშნავს. სხვა შემთხვევაში print grow up. გაიზარდა. ნახეთ. აქ შეამოწმა, პირველი არ იყო სიმართლე, გადავიდა მეორეზე და დამიწერა grow up. გარდა ამისა, შემიძლია დავამატო ახალი statement-ი.
ნებისმიერი statement-ი შემიძლია გავაკეთო, ოღონდ if-ის გამოყენება ერთხელ შეგვიძლია და გვაქვს else if-ი, რომელიც ასე იწერება, elif. ამ elif-ში შემიძლია ნებისმიერი რაღაცა ჩავწერო. მაგალითად, თუ is student უდრის false. ეხლა ნახეთ ორი უდრისი დავწერე ამ ადგილზე. ორი უდრისი, იმიტომ დავწერე, რომ ორი უდრისი არის შედარება, ერთი უდრისი არის მნიშვნელობის მინიჭება. ნახეთ, აი აქ მნიშვნელობა მივანიჭე, აქ შევადარე, ეს მნიშვნელობა აქვს ამას, შევეკითხე ფაქტობრივად. აქ შემთხვევაში ნიშნავს, რომ he is student. ცოტა აცდენილი არის ლოგიკას, მაგრამ არა უშავს. საბოლოო ჯამში ნახეთ, აი ამას შეამოწმებს. ამას გადავახტება, იმიტომ რომ age 1 მეტი არ არის age 2-ზე. მერე is student შეამოწმებს და იქნება false და აი წესით ეს უნდა დაგვიბეჭდოს, ხო? მოდი ვნახოთ. He is student. Actually he is not student. იმიტომ რომ false არის აქ. აი აქ რო გავკეთებინა ახლა true. აი მაგ შემთხვევაში ეს დაიბეჭდებოდა, ხო? იმიტომ რომ იმასაც გადაახტებოდა საბოლოო ჯამში. Grow up. დაგვიწერა, რაც, ნორმალური არის ამ შემთხვევაში, ხო? აი ეს არის if statement-ების, მთავარი დანიშნულება ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადად როგორ უნდა გამოვიყენოთ, აი ეგ არის. რა თქმა უნდა, ეხლა ამ statement-ებს საერთოდ ძალიან ეს ფუნქციას შეიძლება საერთოდ გადამხტარიყავი და პირდაპირ აი ამ ready ფუნქციაში გავაკეთებინა ყველაფერი, თუმცა ასეც შეგვიძლია, რადგანაც აქ ძალიან ბევრი რაღაცა გქონდა, მაგის გამო გავაკეთე ეგ ყველაფერი. დღეისათვის ეს არის ძირითადი გოდოტის შესავალი ნაწილი ეს არის თავიდან შეიძლება ცოტა გამოუსადეგარი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ნაწილი თუ კარგად იცით, შემდეგ ნაწილზე, სადაც უშუალოდ გამოვიყენებთ პრაქტიკულ მაგალითებზე, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ შეგვიძლია მთავარ თამაშზე რაღაც გარკვეული მოქმედებები გავაკეთოთ, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივი იქნება ამის ფონზე. მადლობა გიხდით მოსმენისთვის და ყურებისთვის, გისურვებთ სასიამოვნო დღეს.